ზიური განსაკუთრებულად წელიწადში ერთხელ 1 ივნისს ცოცხლდება მზის ფესტივალით. ფესტივალის ორგანიზატორი ანა გოგუაძე იმედოვნებს, რომ ახალი პროექტით ასეთი დღეები გახშირდება. პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ავიაციისა და ალექსანდრე ქართველის დაბადების დღე აღნიშნეს. ღონისძიებას რომლის ფარგლებშიც ქართველი ავიაკონსტრუქტორის მოღვაწეობა და მიღწევები გაიხსენეს, თავდაცვის სამინისტროს ჩინოსნები და საავიაციო დარგის სპეციალისტები დაესწნენ. დღესვე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ალექსანდრე ქართველის საზოგადოებასა და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის. ასევე ცნობილი გახდა, რომ ყოფილი საავიაციო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სკვერს ალექსანდრე ქართველის სახელი მინიჭება და მისი ბარელიეფი გაიხსნება. ცნობილი ქართველი ავიაკონსტრუქტორი 1974 წელს ნიუ-იორკში გარდაიცვალა. შეერთებული შტატების ისტორიაში ალექსანდრე ქართველს მოწინავე ავიაკონსტრუქტორად მიიჩნევა. ალექსანდრე ქართველი არის სამი რამის სიმბოლო. ერთის მხრივ ქართული ინტელექტის, ან მეცნიერული მიღწევების, მეორე მხრივ ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის, ის ამერიკელიც არის და ქართველიც არის, მესამე მხრივ ქართველი ემიგრანტის, რომელიც არ დანებდა ბედს და უზარმაზარ წარმატებას მიაღწია უცხოეთშიც. ეს არის მსოფლიო დონის ადამიანი და ამიტომ დაიწყო საზოგადოებამ ფუნქციონირება მისი სახელის პოპულარიზაციისთვის და ასევე ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ ალექსანდრე ქართველის სახელის უკვდავ სახუპად საქართველოში ხელი შეუწყოთ ავიაციის განვითარებას და კერძოდ სამხედრო ავიაციის განვითარებას და ეს პროცესი დაწყებული გვაქვს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად. ტრაპეზის ქუჩაზე არის მისაცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფა გახსნილი და მორიგი ჩვენი ღონისძიება, ჩვენი საკრებულო სახელით გვინდა რომ ავიაციო ქარხანასთან მიმდებარე სკვერს დაერქვას ალექსანდრე ქართველის სახით. შეტაკებები თურქეთში და მიგრანტთა ბედი ევროპაში. ამ და სხვა სიახლეებით ბრუნდებით რეკლამის შემდეგ, ასე რომ არ გადაერთოთ. როგორ იქმნება თანამედროვე კერამიკული ნიმუშები? მსოფლიოს ცნობილი კერამიკოსები გუდაურში. შოუს ელემენტები იქნება და პერფორმანსის ელემენტები იქნება ამ ფესტივალზე. საქართველოს საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. შემოდგომის სეზონის გასართობ გადაცემებს წარმოგიდგენ ჯეოსელი. შეიძინეთ Huawei smartphone და მიიღეთ საჩუქრად მობილური დამტენი ან Bluetooth დინამიკი. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია რიკო კრედიტი. გახსენით ოქროს თამასუქი ლარში და მიიღეთ რეალური 15%-იანი სარგებელი. რიკო კრედიტი. კარგია, მომეცეთ. დაგექცევე. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. აბარა. არიელის ფხვნილი სითხედ გადაიქცა. ის აშორებს ლაქებს როგორც ფხვნილი და უფრთხილდება ტანსაცმელს როგორც სითხე. ახალი არიელი თხევადი ფხვნილი. ფხვნილი და სითხე ერთში. საბურთალო. M კვადრატი იპოდრომთან. მალე. M კვადრატი იპოდრომთან 2. გაყიდვები იწყება. სამსაძინებლიანი ბინა დასრულებული რემონტით. კვადრატული მეტრი $863-დან. დაჯავშნე დღესვე. იცხოვრე უკეთესად. გააკეთე მეტი, ვიდრე გსურს. მრავალრეჟიმიანი ნოუთბუქი Lenovo Yoga 3 Pro. როგორია იდეალური გათამაშება? პრიზები მრავალფეროვანი უნდა იყოს. ბევრს უნდა ჰქონდეს მოგების შანსი. რამდენჯერმე რომ იგებდა, კარგი იქნებოდა. ავერსის იდეალური გათამაშება დაიწყო. თამაშდება 5-ჯერ 5,000, 5-ჯერ 10,000, 20,000 და 40,000 ლარი. ასევე 19,000-ზე მეტი მომენტალური პრიზი. ბეტეკის ცებოცემენტი. ახლა უკვე 11 ლარი მთელს საქართველოში. ბეტეკი, გერმანული ტექნოლოგია. შეწუხდით თქვენ სავარცხელზე ზედმეტი თმის დანახვით. ეს აღარ განმეორდება ახალ პანდენ პროვისთან ერთად. თმის სვენისგან დამცავი კოლექცია. პანდენ პროვის ფორმულა ღრმად აღწერს თმის ძირებში და გვეხმარება 97%-მდე თმის სვენის შემცირებაში. ჩემი თმა თავიდან ბოლომდე ძლიერი და შესამჩნევად ჯანსაღია. დაინახეთ და შეიგრძენით განსხვავება პანდენთან ერთად. პანდენი.
დირსიში აქცია გრძელდება. შეიძინე გარემონტებული ბინა დირსის კურსით. $1 უდრის 1.8 ლარს. ყოველთვიური შენატანი $400-დან. დირსი მოლოდინზე მეტი. 274-04-04. რთულია რეცხვა არა? დიახ. შენს მაინც თუ დავაგვირდებით არზე დიგოსთვის იქნება ადვილი მისი გარეცხვა ხომასია? არა, ეს არ არის სიმართლე. სარეცხვის მანქანა გარესხავს მას. ნეტა ნამდვილად მარტივი იყოს, მაგრამ ასეთ ლაქას განსაკუთრებული ძალის ხმევა სჭირდება. ახალ სარეცხ საშუალება დაიცა სჭირდება ზედმეტი ძალის ხმევა. წამომღებით. მოდით ვცადოთ. მხოლოდ ერთი ჭიქა საკმარისია. რეცხვა 40 გრადუს ცელსიუსზე აბრეშუმის რეცხვის რეჟიმში. როგორია? კატკატა თეთრი. ყველანაირი კვალის გარეშე. დაიდის ახალი სითხე იდეალური სისუფთავე ერთი მარტივი რეცხვისას. აქცია ჯაბა კრედიტში. ოქროს ლომბარდი 1%, ავტო ლომბარდი 2.5% და ზოგეთ თანხა და მიიღეთ მეტი სარგებელი. ჯაბა კრედიტი, თქვენი საიმედო და მომგებიანი არჩევანი. დაგვიკავშირდით 202 24 24. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე ორი დაუვიწყარი თვე ბათუმში. მრავალფეროვანი პროგრამა ყოველდღე ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანისათვის. ჩამოდი, გაერთე და ისმენე. ჰიტ ბათუმი 2015. აქ ყოველდღე რაღაც ხდება. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ექსპრეს ბანკი. ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში სესხის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია. საღამოს გასართობი გადაცემების წარმდგენია მაგთიკომის საერთაშორისო ტარიფი ჩემი მსოფლიო. ეკონტაქტე მსოფლიოს 15 ქვეყანას წუთში 15 თეთრად. კონუღურებს ქრონიკას 20 საათზე დავუბრუნდით პირდაპირ ეთერში. მიგრანტებთან დაკავშირებით ევროპა გარკვეულ გეგმაზე ჩამოყალიბდა. ჟან-კლოდ იუნკერმა ინიციატივა დღეს ევროპარლამენტს გააცნო. ევროკომისიის პრეზიდენტის იდეა ასეთია: თითოეულმა სახელმწიფომ წლის განმავლობაში 120,000 მიგრანტი უნდა შეიფაროს. თუ ინიციატივა დამტკიცდა, შესრულებაც სავალდებულო იქნება. დღეს არსებული სურათით კი მიგრანტთა რაოდენობის დიდი ნაწილი ევროკავშირის მხოლოდ 3 ქვეყანაზე მოდის. დევნილების პირველი ნაკადი დღეს მიიღეს საფრანგეთმა და ესპანეთმა. მიგრანტების კრიზისის თემას დღეს უჩვეულო გაგრძელება ჰქონდა. სკანდალის მთავარი გმირი მედიის წარმომადგენელია, რომელმაც დევნილებს პირდაპირ მნიშვნელობით ფეხი დაუდო. ევროპაში მიგრანტების კრიზისის ისედაც დრამატული კადრები დღეს სკანდალურმა ფაქტმა კიდევ უფრო გაამწაფრა. უნგრეთში ადგილობრივი ტელეკომპანიის ოპერატორი ჯერ პატარა გოგონას მოექცა უხაშად, შემდეგ კი ფეხი მიგრანტს დაუდო, რომელსაც ხელში ბავშვი ეჭირა. დაქცეული მამაკაცის გაოგნებულ სახეს კი ახლო ხედით იღებდა. ინციდენტი გერმანელმა ოპერატორმა დააფიქსირა და ინტერნეტში გაავრცელა. პეტრუ ლასლო სამსახურიდან დაითხოვეს. მიგრანტების კრიზისის უსწრაფესი მოგვარება დღეს ევროპის უმთავრესი ამოცანაა. პრობლემის გადაჭრის ინიციატივა ევროპარლამენტს ევროკომისიის პრეზიდენტმა შესთავაზა. იუნკერი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში 100,000 დევნილის თანაბარ და სავალდებულო გადანაწილებას კვოტების სისტემით ითხოვს. თავშესაფრის უფლება ევროპული ფასეულობების ქვაკუთხედია. სოფლიოში სწორედ ევროპა მიიჩნევა დევნილთა თავშესაფრად. ამის არ უნდა გვეშინოდეს, არამედ უნდა ვამაყობდეთ. უნდა შეიქმნა სპეციალური ფონდი €1.8 მილიარდ ოდენობით. ევროკომისია მუშაობს მუდმივ მექანიზმზე, რომელიც ევროპას მსგავსი კრიზისის შემთხვევაში სწრაფი რეაგირების საშუალებას მისცემს. იუნკერი იმასაც მოითხოვს, რომ მიგრანტების მიღებაზე უარის მთქმელ ქვეყნებს ფინანსური ზომები დაუწესდეს. ამის მიზეზი კი განხეთქილებაა, რაც კრიზისს ევროპაში მოყვა. ჩეხეთი და სლოვაკეთი ჯერ კიდევ იუნკერის გამოსვლამდე აკრიტიკებდნენ კვოტების სისტემას. რა კრიზისია საუბარი, როცა ზოგიერთი ქვეყანა სირიაში ომს ემხრობა, თანაც ფრანსუა ოლანდი ამტკიცებს, რომ სირიაში ტერორისტები გამაგნენ. როგორ უნდა განვასხვაოთ ისინი დევნილი პირებისგან. მიგრანტების ნაკადის 60% დღეს იტალიაზე, უნგრეთსა და საბერძნეთზე მოდის. გაეროს მონაცემებით კუნძულ ლესბოსზე ბოლო 2 დღის განმავლობაში 30,000 მიგრანტი შევიდა. უახლოეს დღეებში დამატებით 40,000 გადაკვეთს უნგრეთის საზღვარს. არანაკლებ მძიმე ვითარებაა მაკედონიაშიც. ორგანიზაციის მონაცემებით წელს ევროპაში დევნილების რაოდენობა 400,000-ით, 2016-ში კი კიდევ 450,000-ით გაიზრდება. არეულობა თურქეთში ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ადგილობრივი ნაციონალისტები თავს პროქურთულ